აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც სატვირთო ავტომობილების მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ისინი ავტოსადგომებზე გაზრდილ გადასახადებს ეწინააღმდეგებიან და როგორც თავად ამბობენ, მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გაზრდილი ტარიფით ისარგებლონ. გარდა ამისა, ისინი საუბრობენ შეფერხებით საბაჟოზე ტრანსპორტის გატარებაზე და ამბობენ, რომ პროცესი მათთვის არის გაურკვეველი და სწორედ ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ საკითხით და ამ ყველაფერს მოხვეს შესაბამისი რეაგირება. უფრო მეც მოვისმენთ აქ შეკრებილი მძღოლებისგან, ვნახოთ რა მოთხოვნები აქვთ მათ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა არის თქვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი და ვის მიმართავთ? მოგესალმებით, ჩვენი შეკრების მიზეზი არის მოულოდნელად პარკების გაზვირება, 80-ლარიანი პარკის გაზვირება 130 ლარამდე, რომელიც უხელ ღამის 12 საათზე გავიგეთ ოფიციალურად. და ვითხოვთ, რომ გადასახადი დაბრუნდეს ველნიშნულზე 80 ლარზე. რომელი ავტოპარკზე არის საუბარი თუ სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ყველგან გაზრდილი ფასებია? ყველა ავტოპარკზე, რომელიც არის მიბმული შემოსავლების სამსახურში და აკონტროლებს სარფში მიმავალი მანქანების რიგს, საბაჟოზე მიმავალი მანქანების რიგს, რომელი პარკიც აკონტროლებს. ყველა პარკში ერთიანად გაზრდილია ფასები. ანუ ბათუმიდან სარფის მიმართულებიც რაც არის სატრანსპორტო გზის პარალელურად მოწყობილი, ამას გულისხმობთ, ხომ კერძო ავტოსადგომებს? კი ბატონო, კერძო ავტოსადგომებს ბათუმიდან სარფის მიმართულებით, რომელიც არის სულ ყველგან. ყველა პარკში დაახლოებით არის 5 თუ 6 პარკი, 6-ში გაზვირებულია უკვე ფასი. ჩვენი ინფორმაციით, უხელ ღამის 12 საათის შემდეგ, რომელი მანქანაც შევიდა 12 საათის შემდეგ, ყველამ უნდა გადაიხადოს გამსვლელმა 130 ლარი. და რას უკავშირდება განმარტეს ეს ფასნამატი? არანაირი ფასნამატის განმარტება არ ყოფილა, არავის პასუხი არ გამოუწია. ერთადერთი თბილისთან დამიკავშირდნენ და ვერ გეტყვით ვინ არის და იმათ თქვა რომ პარკები მათაც ეხებათ და ერთობლივად დავიძეთ და დავილაპარაკოთ, თუმცა ის არ ყოფილა ის საუბარი რომ პარკის ფასი 80 ლარი დარჩეს. იყო ლაპარაკი, პარკის ფასს ჩვენ გავუზდით და თქვენ იცოდეთ, გაგაცნობთ ამას, რაც მიუღებელია ჩვენთვის. გარდა ამისა, პარკის ფასის გაზრდა კი არა, პირველი პარკებია მოსაგვარებელი. გაჩვენებ, ჩვენ გვაქვს ვიდეო ფირები, სადაც გადაღებულია, დღესდღეობით გადაღებული პარკებია, ნაგავსაყარი უფრო არის ვიდრე პარკი. ანუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი, თქვენ ამას გულისხმობთ, ხომ? როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება და უკავშირდებოდეს ეს ფასნამატი? თქვენ რა ეჭვები ან ვარაუდები გაქვთ? ფასნამატი უკავშირდება ვიღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას, აი მეტი ფულის შოვნას. იმის რომ არავინ არ აკონტროლებს ამას და არავის პრეტენზია არ ექნება. და ამ დროისთვის უკვე მთლიანი საქართველოს გადამზიდა ყველას ინფორმაცია აქვს უკვე ამ დროისთვის. ეს არ არის არც შეკრება და არც აქცია ისეთი რა, რომელსაც ქვია. უბრალოდ ეს არის გაცნობიტი ხასიათი და აი გაჩერებულია, როგორც ხედავთ, არც ერთი სატვირთო ამ წუთისთვის თურქეთის მიმართულებით აღარ მიდის, აი დგას ყველა სატვირთო. ყველა მძღოლი გვიკავშირდება დგას. ჩვენი მხრიდან ყველა ასოციაცია საქმის კურსია ამასთან დაკავშირებით და ყველა ერთიანად წინააღმდეგი ვართ, რომ არ უნდა გაზვირდეს პარკები. ვინმეს მხრიდან იყო დაინტერესება, მოვიდა აქ ვინმე, რაიმე მოისმინა თქვენსგან თუ უბრალოდ რახან შეაჩერეთ მოძრაობა, მორჩა ეს არის? არა, სანამ აქ მოვიდოდით, ჩვენ გქონდა საუბარი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელმაც დაკვირდა, რომ ეკონომიკის სამინისტროში იქნებოდა შეხვედრა და გაირკვევოდა იქ ყველა დეტალი. თუ რა იყო მიზეზის და რა იქნება, ვისი ინიციატივა იყო და რატო. არ ვიცოდით არავინ არაფერი, არავისთან არ იყო ეს შეთანხმებული და არავინ არაფერი არ იცოდა. ან კერძო პირების ავტოსადგომებზე არის საუბარი. როგორ ფიქრობთ, ადრეც იყო საუბარი იმაზე, რომ თქვენ სურვილის საწინააღმდეგოდ ხშირად გაჩერებდნენ ამ ავტოსადგურებზე. ამ მიმართულებით რა შეგიძლიათ თქვათ? ანუ ამის აუცილებლობა არსებობს ავტოპარკში გაჩერების თუ უბრალოდ ეს არის მითითება? თავის დროზე როცა ეს გაკეთდა პირველი პარკი დაახლოებით 2011 წელს იძულების წესით პატრულის დახმარებით შეყავდათ მანქანა მიუხედავად იმისა მაშინ ამ რაოდენობის პარკი არ ყავდა საქართველოს ანუ ამდენი სატრანსპორტო საშუალება არ იყო და არც ასეთ გარდაულად საჭირო არ იყო
დღესდღეობით პარკები კი არის საჭირო, ოღონ ამ რაოდენობის არა. ანუ არის მითითება იმისა, რომ უნდა გააჩეროთ ამ ავტოსადგომებზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ კოორდინაციით მუშაობს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე კერძო პირები და მძღოლებს აიძულებენ გაჩერებას ამ ავტოსადგურებზე. ნუ იმდენად მითითება აქვს, რომ თითქმის აი კანონიერად უკვე კანონიერი გახდა ეს სავალდებულო, ჭირდება თუ არ ჭირდება, უნდა შევიდეს მანქანა პარკში. როცა თავის დროზე როგორც კი ეს კეთდებოდა, აი მაშინ ასეთ გაგვაცნეს ჩვენ. თუ მანქანა გევიდოდა 9 საათზე ადრე პარკიდან და მოვიდოდა საბაჟოზე, იმას არ ჭირდებოდა გადასახადი და გამომდინარე აქედან არც ვალდებულება არ ქონდა პარკში შესვლის. მაგრამ საბაჟო გამტარიანობა მიკლო ამ ყველაფრის შემდეგ. ანუ ახლა არის არაოფიციალური ვალდებულება, რომ გაჩერდეთ ამ ავტოსადგურებზე. ოფიციალური ვალდებულება ოფიციალური გახადეს უკვე. ხო, ეს კანონით არ არის დარეგულირებული, უბრალოდ მითითება არის ირიბი, რომ უნდა გააჩეროთ ამ ავტოსადგურებზე. თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ გატარებაც ჭირს საბაჟოზე. ამ მიმართულებით რა ტიპის პრობლემა არის? ამ მიმართულებით მე ვერ გეტყვი საბაჟოს დეტალურად რა აქვს ეს პრობლემა. ფაქტი ერთია, რომ მიდიხარ საბაჟოზე არის 4 ზოლი გამტარი და მუშაობს ერთი. მებაჟეების ნაკლებობა და ვინც მუშაობს, ის ყველა ხარისხიანად მუშაობს. არ გვაქვს ჩვენ მებაჟეებთან პრეტენზია და პრობლემა. ნამდვილად კარგად მუშაობს, მაგრამ ხალხი არა, ნაკლებია კადრების ნაკლებობა. არ არის კადრები. რას ამბობენ, რატომ არ მუშაობს სრულყოფილად ეს საბაჟო დაწესებულებები, რატომ არ არიან მებაჟეები, მაგალითად სრულყოფილად? სრულყოფილად მებაჟეები არ ყოფნისას მე ვერ გეტყვი. ჩვენი მხარე აბრალებს თურქეთს და ამბობს, რომ თურქეთი ვერ ატარებს, თურქები ჩვენებს აბრალებს, თქვენები ვერ ატარებთ. და რეალურად არც იქეთა მებაჟეები და არც აქეთ. ის ორი ზოლი, სადაც უნდა გაიაროთ მანქანებმა და არის ამის ყველა ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობა გაჩერებულია. არავინ არა. აი შეგიძლიათ ეხლათ მიხვიდეთ და გადავუღოთ. აი რამდენი მებაჟეა საბაჟოზე. რა საპირებთ ახლა? თქვენ შეაჩერეთ უკვე მოძრაობა თურქეთის მიმართულებით. ფაქტობრივად რამდენიმე კილომეტრიანი რიგი არის სატვირთოების სარფის მიმართულებით. შემდგომი რა საპირებთ უკვე? ჯერ დავიწყოთ იქიდან, ეს არა ორგანიზებული შეკრება ასე არ კეთდება და ეს ძალიან სპონტანური იყო, რადგან შოკის მომგვრელი იყო ყველა გადამზიდავისთვის. ეს ფასნამატი ასეთი მოულოდნელი და შეუსაბამო. აქედან გამომდინარე ალბათ ჩამოვყალიბდებით ყველა ასოციაციას, დავილაპარაკეთ კიდევ ერთხელ ყველა გადამზიდავთან გვაქვს ჩვენ 80% გადამზიდავებთან კავშირი, ერთობლივად გადავწყვიტავთ, რომ რომელი კუთხეს წევიდეთ, რა გავაკეთოთ. გასაგებია? კი. ალბათ რამოდენიმე საათში გადავწყვიტავთ. აქ ყოველ შემთხვევაში გაჩერებას აი მით უმეტეს ამინდი და პირობა ხელს არ გვიწყობს. მანქანა ხალხი არის მანქანებში. ლაიქ ჯდომას და გაჩერებას აზრი არ აქვს. ჩამოვყალიბდებით და იმისთან მიხედვით გავაკეთებთ. ყველა ერთად გადავწყვიტავთ. გასაგებია, თქვენ როგორ წარგადგინოთ სახელი და გვარი? მირიან მახარაძე სატრანსპორტო ასოციაცია 2020-ის ხელმძღვანელი. გასაგებია, მადლობა. თქვენ უსმენდით სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელს, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ვითარება ახლა სარფის საბაჟოსთან არის ასეთი, რამდენიმე კილომეტრიანი რიგი არის სატვირთოების. თქვენ როგორც კადრში ხედავთ, სატვირთოები გზის ერთ განაპირას არის დაპარკინგებული და მათ მოძრაობა აქვთ შეჩერებული. თურქეთის მიმართულებით მძღოლების პროტესტი არის შემდეგში. ისინი ამბობენ, რომ გაიზარდა ავტოპარკების საფასური, ანუ დგომის საფასური გაიზარდა, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ მათ ამ ფასნამატის შესახებ წინასწარ არ ქონდათ ინფორმაცია და ისინი ეწინააღმდეგებიან ტარიფის ზრდას და როგორც თავად ამბობენ, ისინი არაპირებენ გადახდას, პროტესტს აგრძელებენ და ამბობენ, რომ ეს დღევანდელი აქცია არის სპონტანური, თუმცა მასშტაბი კვლავ გაიზრდება. რამდენიმე წუთი კი არა და უკვე 1 საათზე მეტი არა სარფის მიმართულებით აღარ მოძრაობს სატვირთოები, ისინი როგორც კადრში ხედავ, არ ვიცი რამდენად აღქმადი არის, სარფის საბაჟოს მისასვლელთან არიან დაპარკინგებულები გზის ერთ განაპირას და როგორც თავად ამბობენ, არ აპირებენ ჯერჯერობით რომ განაახლონ
მუშაობა. როგორც ისინი ამბობენ, არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა მათი მხრიდან ინტერესი არ ყოფილა. საინტერესოა ის გარემოება, რომ ოფიციალურად არ არსებობს ვალდებულება იმისა, რომ სატვირთოებმა დააპარკინგონ კერძო ავტოპარკ სადგურებზე მანქანები, თუმცა ირიბი მიმართულება, უпростоრად ირიბი მიმართვა ვალდებულება არის იმისა, რომ მათ მოუწიოთ გაჩერება ავტოპარკზე და წლების განმავლობაში მედია საუბრობს იმაზე, რომ კერძო პირები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არიან გარიგებულები და ისინი ავალდებულებენ კერძო ბიზნესს, რომ შეუქმნან სასათბურე პირობები და სატვირთოების მძღოლებისგან მიიღონ თანხები, რაც არის არაკანონიერი, თუმცა ამაზე წინააღმდეგობის გაწევა ჯერჯერობით არავის უცდია, ფაქტობრივად იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ამ მიმართულებით დაინტერესებული მხარე. ოფიციალურად ჭირს ამის დადასტურება, თუმცა ცალკეული შემთხვევები მეტყველებს იმაზე, რომ საპატრულო პოლიცია ავალდებულებს ამ მძღოლებს, რომ შესაძლო რიგების მიზეზით ავალდებულებენ მათ, რომ გააჩერონ კერძო ავტოპარკებზე ავტომობილები, რაც ცხადია კერძო ბიზნესის ჯიბეში მიდის ის თანხები, რასაც ისინი თუნდაც 9 საათის გაჩერების გამო იხდიან. როგორც აქ შეკრებილი მძღოლები ამბობენ, ჭირს ასევე სარფის საბაჟოზე ტრანსპორტის დროულად გატარება, რაც ასევე ცხადია იწვევს რიგებს, როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, სარფის საბაჟოზე მუშაობს დღის განმავლობაში 1 ან 2 მებაჟე, რაც არ არის საკმარისი და ეს ყველაფერი იწვევს რიგებს და საცობებს, რაც მათი თქმით არის გამოსასწორებელი. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვარ, დაგველაპარაკებით. კეთილი. შეძლებს მძღოლების ნაწილი დალაპარაკებას? თქვენ გვეტყვით, ბატონო, თქვენი შეკრების მიზეზი რა არის? ხომ მძღოლებს უჭირთ პირდაპირ ეთერში საუბარი, თუმცა ცოტა ხნის წინ მათი სახელით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააკეთა განმარტება. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი შეკრების დღევანდელი მიზეზი აქ რა არის? მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჩვენი შეკრების მთავარი მიზეზი არის სადგომები, ანუ ერთჯერადად ტირპარკებში რომ შედის ნებისმიერი გადამზიდავი მძღოლი, იხდიდა ერთჯერადად 30 ლარს, გაგვიხადენ 80 ლარი. ეხლა წუხელი, ანუ საღამოს 12 საათის შემდეგ 130 ლარი გახადეს, ანუ 50 ლარი დაამატეს. პირობები არაფერი არ გაუმჯობესებულა, არაფერს წინსვლა, არაფერს ან წინსვლა არ ყოფილა მიმართულებით. დაინტერესება იყო სასიკეთოდ არაფერი არ გაკეთებულა, ემატება ყოველდღიურად ფასი, ყველაფერი გაგვიძვირდა. ჩვენი ჯიბიდან უნდა ამოვიღოთ და ვიხადოთ უნდა ეს თანხები, მაგრამ რისთვის, ხო, რაღაცა პირობები უნდა შეგვექნას, ელემენტარული არავით არის, არც საპირფარეშო, არც ნორმალურად რო იყოს, აბანო იყოს, თუნდაც და ნებისმიერი რამ, ხო, რაც უნდა იყოს სხვა ტირპარკებში დავდივარ სხვა. შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი ცარიელ ტერიტორიაზე გიწევს. რეალური ტარიფიც არ არის 130 ლარი, არც ერთ ქვეყანაში ჩინეთში ჩასვლამდე დადის, აბა ნებისმიერი ქართველი გადამზიდავი მძღოლები და სადმე თუ არის ასეთი ტარიფი 130 ლარი, ანუ ტირპარკი და 200 ლარი ერთჯერადი ნებართვა, ნებისმიერმა მძღოლმა თქვას, არც ერთ ქვეყანაში ასეთი ტარიფები არ არის, რაც რომ საქართველოში არის. ტარიფებს, გადაზიდვის ტარიფებს ფასები დააკლდა, ყოველდღე გადასახადებს გვიძვირებენ. ეს ყველა მძღოლი არის გადახდისუნარიანი მძღოლები, ანუ ვიბეგრებით ჩვეულებრივად 18%, შემოსავლების ყველანაირ გადასახად ჩვენ გვზღუდავენ, ნებართვას არ გვაძლევენ რომ საზღვარზე წავიდეთ და ტვირთი დავიტვირთოთ. რის გამო მე არ მომიწია მაგალითად არიან კიდე ბევრი ბიჭები რომ მესამე ქვეყნის ნებართვა მოწევდათ. მე არ მომწევია, რატომ? არავინ პასუხს არ გვეუბნება და არიან კიდე ყაზახეთში ჩარჩენილი ბიჭები. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ, ანუ პოლიციამ დააჯარიმა 180,000 რუბლი. ანუ რუსეთში ეს 180,000 რუბლი წაიყვანეს შტრაფნოიზე, 100,000 რუბლები ცალკე დაუწერათ კიდე. იმის გამო რომ ჩვენმა სახმელეთო ტრანსპორტის სანგეტომ ელემენტარული ერთი ცალი ნებართვა არ მიცა თურმე ზედმეტი ყოფილა და არ ეკუთვნის რომელიმეს. რატომ არ ეკუთვნის? ასეთი პრობლემები წინაშე ვართ და ან ვინმე მოვიდეს კონკრეტული
რომ კორექტული პასუხი გაგვცეს, ან გაგვიმარტოს რა ხდება ეს ახალი სახელმწიფო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ვინ არის, მე არ მქონია პირადი შეხედება, არც შეხვედრა, არავით არის ურთიერთობა არ მქონია, რატომ ესე გზღუდავს ქართულ გადამზადებას, ძალიან საინტერესო არის სავარაუდოდ შევხვდებით და ბევრს თუ ასე გააგრძელებთ, თუნდაც ამახსოვრდება ყველა გადამზადების სახეები, ბევრს. კერძო სადგომებზე თქვენი გაჩერება ეს არის ვისგან არის თქვენი აზრით მითითება? გაქვთ ეჭვები რომ ეს ვალდებულება არის არაოფიციალურად? ვალდებულება არაოფიციალური უბრალოდ ტრანსპორტმა რო იმატა, სად უნდა გაჩერდეს, ხო, რაღაცა ხომ უნდა გაჩერდეს, საზღვარზე ეს ახლა 500 და 1000 მანქანა ფიზიკურად ვერ გაჩერდება. უნდა იყოს სადგომი, მაგრამ როგორც სხვაგან არის, იყოს 30 ლარი, 40 ლარი, 50 ლარი იყოს, 130 ლარი, ყველა მძღოლს დაეკისრა, ხო, ყველა მძღოლის ოჯახიდან ამოვიდა ეს თითო და ორ-ორი კაპიკი, კაპიკებს დავსვდებით, ხო, დღეებს და ღამეებს ვათიებ და არ უნდა იყოს ამხელა გადასახადი, არსად არ არის, აი ევროპაში ჩასვლამდე თუ იყოს სადმე ერთი ქვეყანის მაგალითი მოიყვანოს ჩვენმა სამინისტრომ, ვისაც ეხება ეს და ვინც ფიგურირებს და აკონტროლებს და უყურებს რა საჭრება, ხო? ერთადერთი მაგალითი მოიყვანო და არ არის პრობლემა. რას შეიძლება დავუკავშიროთ ასეთი ფასნაბატი, საკმაოდ დიდი გადასახადი? ვის ინტერესებს შეიძლება შედიოდეს? ვისიც არის, აი თავიანთ ინტერესებში, თორემ მილიონს რომ კაპიკი მოაკლდეს, ის მილიონი არ არის, მიაკლდა სავარაუდოდ თითო კაპიკი მაგას მილიონებს. მეტი რას უნდა დავარქვათ, აბა მძღოლი ჯიბიდან ღამეებს ჩვენ რო ვათიებ და ჩვენი კაპიკიზა რო ვიღაცა შეშურდება და იმ კაპიკს რო დაცქერის, რომ რაღაცნაირად ზედმეტი ლარიანი წაგვართვას, ვის რა უნდა შევთხოვოთ და ვის რა უნდა მოვთხოვოთ, რავი, გასაკვირი არის. პასუხის გამცემელი არავინ არ არის, ჯერჯერობით სავარაუდოდ გამოჩნდება ვინმე. რას აპირებთ ახლა? აქ შეიკრიბეთ, შეაჩერეთ მოძრაობა უკვე თურქეთის მიმართულებით ჯერჯერობით მოძრაობა არ არის, სატვირთო მანქანები არ გადაადგილდება. თურქეთის მხარეც, თურქებსაც აწუხებს ეს 130 ლარიანი სადგომების გაძვირება, თურქი მძღოლებიც არიან, ყაზახი მძღოლებიც, აზერბაიჯანელი მძღოლებიც, აი ძალიან დიდი რიგი არის უკვე გაკეთებული, ვიყავით ყველასთან ჩასული, თვითონაც და აი თავიანთი ნებით, ხო? არავინ არ აგრძელებს მოძრაობას, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება. თურქეთიდან თურქეთის მხარე უკვე არის მზადყოფნაში, რა წუთში ჩვენ ვიტყვით რომ დაკეტო, ნებისმიერ წუთში დაკეტავენ. აქეთ მოძრაობასაც და ვისთვის რა შედეგს მოიღებს, საინტერესო და მოსაკითხავი იქნება, ალბათ გამოჩნდება საღამოსთვის, ხვალისთვის კიდე. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. კიდევ ერთი მძღოლის მოსაზრება მოისმინეთ და მათი სათქმელი არის ის, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან იმ გადასახადს, რაც დღეს უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, საუბარი არის იმაზე, რომ ავტოპარკებში მათ უწევთ გაჩერება, რომლის საფასურიც გაიზარდა ფაქტობრივად ორჯერ და ამბობენ, რომ ასეთი მზარდი ფასნამატი მათთვის არის მიუღებელი და ისინი ითხოვენ, რომ მათი მოთხოვნები იქნას გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კერძო ავტოსადგურებზე ასეთი მაღალი ფასის მიუხედავად არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი. საუბარი არის იმაზე, რომ არ არის სველი წერტილები, ასევე ტერიტორია არის დანაგვიანებული და ფაქტობრივად ცარიელ ადგილზე უწევთ 130 ლარის გადახდა, რაც მათი თქმით არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი მაღალი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყნის გავლა უწევთ. ვითარება ახლა სარფის საბაჟოსთან არის ასეთი, რამდენიმე კილომეტრიანი რიგი არის სატვირთო ტრაილერების მძღოლების, მათ მუშაობა შეწყვიტეს, შეაჩერეს, დააპარკინგეს გზის ერთ ნაპირზე და ისინი ითხოვენ შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ პრობლემით და მათი მოთხოვნები იქნას გათვალისწინებული. ავტოსადგომები, სადაც მათ უწევთ მითითებით გაჩერება, ყველა მათგანი ეკუთვნის კერძო პირებს და როგორც მედია საუბრობს წლების განმავლობაში, ოფიციალური ვალდებულება არ არის იმისა, რომ მათ დააპარკინგონ ამ კერძო ავტოსადგურებზე, თუმცა საპატრულო პოლიციის მხრიდან ირიბი მითითება და მოთხოვნა არის იმისა, რომ სატვირთოები გააჩერონ კერძო სადგომზე. რაც იწვევს იმისა, რომ კერძო პირები გარიგებულები არიან სახელმწიფოსთან და ეს არის ერთგვარი ბიზნესი დაინტერესებული პირების მხრიდან. თქვენ ისმენდით სატვირთო ავტომობილების მძღოლების მოსაზრებას, იმ შემთხვევაში თუ ვინმე გამოეხმაურება ამ საკითხს შესაბამისი უწყებებიდან, ცხადია, აჭარა Times-ი დაუთმობს დროსა და სივრცეს იმისთვის, რომ მძღოლების ინფორმირება მოხდეს. მადლობა, რომ გვენდობით, მადლობა, რომ გვიყურებთ, გემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, ნახვამდის.